შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი. ნაწილი მეოთხე. ქუთაისში. პირველი. ჩვეულებრივი ვნებები ცდუნებით სავსე სიამოვნებისაკენ ითრევენ ადამიანს. დამღუპველი გართობები მაღალ მოვალეობას ავიწყებენ მას. შილერი. რამდენიმე დღის შემდეგ კორნელი ქუთაისში ჩავიდა. იგი თბილისში გასამართლებელი საბუთებით უნდა ჩასულიყო, თორემ დეზერტირად გამოაცხადებდნენ. კორნელის ძმამ სტეფანემ თავისი მეგობარი ექიმი როდიონ ხათრიძე ინახულა და სთხოვა მას მიეცა კორნელისათვის ავადმყოფობის მოწმობა. როდიონმა ჰოსპიტალში დაწოლა, იქიდან კომისიაში გასვლა და გათავისუფლება ურჩია კორნელის. კორნელიმ ჰოსპიტალში 3-4 დღის შემდეგ დაწოლა გადაწყვიტა. საღამოს კოსტიუმი ჩაიცვა და ქალაქის ბაღისაკენ გაეშურა. თეთრ ხიდს რომ მიუახლოვდა, გზაზე უბელო ცხენებზე მჯდარი ჯარისკაცები დაეწივნენ. კორნელიმ იცნო ჯარისკაცთა შორის რამდენიმე ამხანაგი სტუდენტი. მეწინავე მხედარმა, მაღალმა ჭაბუკმა, მხატვარმა მიხა მაჭავარიანმა ცხენი შეაყენა და კორნელის ხელი ჩამოართვა. ქალაქის ბაღში ისეირნე, უთხრა მიხამ, ცხენებს დავარწყულებ, ყაზარმაში მივიყვან და მეც მალე მოვალ. ჯარისკაცებმა გზიდან გადაუხვიეს და ცხენები რიონისაკენ წაიყვანეს. კორნელი თეთრ ხიდზე შეჩერდა, მოაჯირს მიაწვა და რიონს გახედა. ცოტა ხნის შემდეგ მიხამ და მისმა ამხანაგებმა ცხენები მდინარეში შეიყვანეს. წყალი შეასვეს, დააწყურეს და მერმე ბანა დაუწყეს. კორნელის თბილისი მოაგონდა, საბურთალოდან რომ მიყავდა ცხენები მტკვარზე საბანაოდ. თავლა, ყაზარმა, ჯარში სამსახური კარგახანია წარსულს ჩააბარა კორნელიმ და ახლა უკვირდა თეთრ ლოდებთან სიბზე შემდგარი დაკარწახებული სტუდენტები რომ ჰბანდნენ ბატარეის ცხენებს. მზე ჩადიოდა. რიონის მარცხენა ნაპირზე გადმომდგარ სახლების ფანჯრებს ცეცხლს უკიდებდა. უკანასკნელი სხივები მთის თხემზე ობლად დარჩენილ ბაგრატის ტაძრის ნანგრევებს და გაბაშვილის გორაზე აღმართულ ხეთა კენწეროებს ეცემოდნენ. რიონის ნაპირთან ვაჟთა გიმნაზიის ეზოში ტოტებ დაგრაგნილი 100-წლოვანი ჭადარი იდგა. მის ჩრდილქვეშ უყვარდა დასვენება და რიონის ნიავით შუბლის გაგრილება სოლომონ მეფესო გაუგონია კორნელის. ახლა მის ძირას გერმანელი ჯარისკაცები ირეოდნენ და სამხედრო სიმღერას ამბობდნენ, რომელსაც ლოდებზე მარბენალი რიონის ტალღათა გრიალი ფარავდა. ქუთაისში ჯერ კიდევ ცხელოდა. ხალხი თეთრ ხიდს ეტანებოდა გასაგრილებლად. რიონზე გადმომდგარი რესტორნის იალტის აივანზე ყველა მაგიდა დაეჭირათ. ნაყინსა და ლაღიძის ლიმონის წყალს მიირთმევდნენ ცივსა და საამოს. კორნელი კარგახანს იდგა თეთრ ხიდზე. სავარდო და სამაისო ქუთაისის მშვენების ჭვრეტით ტკბებოდა და რატომღაც მხცოვანი პოეტის აკაკის ლამაზი, მოღიმარი და ჭაღარა სახე აგონდებოდა. მოგონება გერმანიის საოკუპაციო ჯარის მუზარადიანმა მხედრებმა გააწყვეტინეს.
რაზმი ხიდზე გავიდა. 100 წელზე მეთხანს თელავდნენ მეფის რუსეთი და მისი ჯარი საქართველოს. თუ ახლა რევოლუციის შემდეგ გერმანიის ახალ შენად უნდა ვიქცეთ. დამოუკიდებლობის შედეგად საქართველომ თავისუფლება კი არა, ოკუპაცია მიიღო. გაიფიქრა კორნელიმ და საამო-საღამო ჩამწარდა. თვალი გააყოლა ხიდზე მიმავალ გერმანელი დრაგუნების გავაჩასქელებულ ბედაურებს და მოიწყინა. რიონის პირას ჰოსპიტალს ქვიტკირის მაღალი ყორე ერტყა გალავანივით. ეზოში თეთრად შეღებილი ერთსართულიანი შენობების გვერდით პატარა ეკლესია ჩანდა. ხახვის მაგვარი რუსული გუმბათით აღმართული. აი ამ ჰოსპიტალში უნდა დაწოლილიყო კორნელი ექიმთა კომისიაში გამოცხადების წინ. მოაგონდა ჭუჭყიანი ლოგინი, ნარმის საცვლები, შავი პური, ჩაი და შაქრის ნაცვლად მლაშე სახარინი. უყურადღებოდ მიტოვებული სნეული ჯარისკაცების ტანჯვა წამება და ტანთ გააჟრჟოლა. ნეტავი არ დამაწვენდნენ იმ ჰოსპიტალში და ისე მომცემდნენ მოწმობას. გაიფიქრა კორნელიმ. ნელი ნაბიჯით გაუდგა გზას. ჯერ ხიდზე არ იყო გასული, როდესაც რესტორნის დარბაზში სამჯერ გაისროლა ვიღაცამ რევოლვერი. რესტორან იალტის დარბაზიდან და აივნიდან ხალხი წივილ-კივილით გამოვარდა ქუჩაში. რა ამბავია? ნოდარ ავალიშვილმა კაცი მოკლა. ვინ მოკლა? ოფიცერი ანდრო ჩიჩუა. რისთვის მოკლა ჩიჩუა ავალიშვილმა ვერ გაიგო კორნელიმ. ბოლოს ქუჩაში გამოვიდა თვით ნოდარ ავალიშვილი, მაღალი, ხარბეჭიანი და მწითური ვაჟკაცი. ჟღალი ჩოხა ეცვა, უკან მეგობრები მოხვებოდნენ, ოფიცრები და ჩოხიანი თავადები. ნოდარს წელზე მაუზერი ეკიდა და მედიდურად იცქირებოდა. მილიცია, პატრული და კომენდანტი ვერავინ ბედავდა მის დაპატიმრებას, სანამ გარნიზონის უფროსი გენერალი სუმბათაშვილი არ მოვიდა. დაბალი, მაგრამ ჯერ კიდევ ჯანიანი და ბრგე მოხუცი ეტლიდან ჩამოვიდა. ნოდართან მივიდა. ცისფერი თვალები შეანათა და უთხრა: როტმისტრო, გამომყევით. მერმე ხმას დაუწია და შეეხვეწა. წამომყევით, მიამბეთ რა მოხდა. ხომ იცით, მე თქვენ არ დაგღუპავთ. ნოდარი და ორი მისი ამხანაგი ეტლში ჩაუსხდნენ გენერალ სუმბათაშვილს და ასე გახვნენ. რამდენიმე დღის შემდეგ ნოდარ ავალიშვილი ისევ არხეინად დასეირნობდა ბაღის წინ თავადაზნაურებთან ერთად. ხალხი ამბობდა: ეს მეოთხე კაცი მოკლა ავალიშვილმა. ნიკოლოზის მთავრობამ ვერაფერი მოუხერხა და ჟორდანიას მთავრობა რას დააკლებს. საკმარისი იყო არ მოსულოდა ვინმე თვალში შეზარხოშებულ ავალიშვილს და იგი მაშინვე გააჩერებდა და ახტუნებდა მას. ხტუნვის დროს ფეხებში ტყვიებს დააყრიდა, ან ხმლით ყურს მოაცლიდა. მერმე პანღურს ამოჰკრავდა და გაისტუმრებდა. რა ვაშკაცობა ან რა ჟინის მოკლა იყო ეს? კორნელიმ ვერ გაიგო, ხოლო ნოდარის მეგობარ ოფიცრებს და თავადებს ძალიან მოსწონდათ მისი ასეთი საქციელი და ხანდახან ხარხარებდნენ ამის გამო ქუთაისის ბაღთან. სიგიჟე 11 ნაირიაო, ამბობს საბა სულხანი, შმაგი, ხელი, სულელი, ცოფი და სხვა. უთხრა კორნელიმ ერთ ჯუჯა ოფიცერს. ჩიჩუას გვამი წაიღეს და ცნობის მოყვარე ხალხიც წავით წამოვიდა. ვაჟთა გიმნაზიის ალაყაფის კართან მეხილეებისა და მიკიტნების ბიჭები, ქუთაისელი ნოქრები გერმანელ ჯარისკაცებს საღებავით აჭრელებულ კონსერვებს, წვივზე დასახვევ ჰამაშებს ართმევდნენ და ევაჭრებოდნენ. ნოქრები გიმნაზიელებს ეხვეწებოდნენ.
შეეკითხეთ რა ღირს და გიმნაზიელები გერმანულად ამტვრევდნენ. Wie kostet? რა ღირს? ფეხმოქცეული და ჯუჯა გერმანელი ჯარისკაცი, რომელიც შესაძლოა აფრიკაში ნამყოფი იყო, ზანგები იაფასიან ბრჭყვიალა შეღებილი ქვებით, ჭიქებითა და რკინის ყუთებით განუცვიფრებია და მოუჯადოებია, არ უწყიდა რომ კულტურულ ქვეყანაში იმყოფებოდა, ეშმაკურად იღიმებოდა და ვაჭრობის დროს თითებს იშველიებდა. იმ დროს ოფიცერივით გამოპრანჭული მიხა მაჭავარიანი და ქუთაისის ვაჭრის შვილი სტუდენტი კოწო ადეიშვილი კორნელის დაეწივნენ. მიხას თბილისის ქართული გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, მერმე მხატვრობა დაიწყო. ახირებულ და საინტერესო კაცად თვლიდნენ ნაცნობი ქალები და ამიტომაც გაჰყვა მას ცოლად ნინოს ბიძაშვილი ელო. ვანომ საუბარი მაყაშვილებზე ჩამოუგდო კორნელის. მიხა მოკეიფე ქალთა მადევარი და მურტალიანის პატრონი ჭაბუკი იყო. კორნელის თვალი უყოდა ჰკითხა. ნინოსთვის წესი ხომ არ აგიგია შეპირძაღლო? რას ამბობ? იწყინა კორნელიმ. ხელი აიღე, მე ვიცი მამა აბრამის ბატკანი მყევხარ. მიხას არ სწამდა არც თავისი და არც სხვისი პატიოსნება. ამიტომ შეაჩერა კორნელი და განაგრძო. მე რომ ელო არ შემერთო, უთუოდ ნინოს ჩავჭიდებდი ხელს. ნინო ადვილად არ ჩააჭიდებინებს მამაკაცს ხელს. გაბრაზდა კორნელი, მაგრამ მიხა მაინც არ დაერიდა. ნინოში გაცილებით მეტი ქალობა იგრძნობა ვიდრე ელოში. შენიშნე, როგორი პაწია, შავი ულვაშები აქვს. მერე რა? ულვაში ვნებიანობის ნიშანია. გაიქნია მიხამ თავი და თვალები ნეტარებით მილულა. დაანებე თავი ნინოს. სხვა სალაპარაკო ვერაფერი გამოძებნე? კარგი, ერთი ბიჭო ნუცხარობ, განა ნინოს ვაძაგებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი დაცული ქალია. ამერიკა აღმოაჩინა, მიუგო კორნელიმ. მიხამ ხარი დააჯახა და უთხრა, ოჩახ, კარგი გოგო ჩაიგდე ხელში. მიხა ჩაფიქრდა და მეგობრებს საიდუმლო გაუმხილა. იცით ბიჭებო, მე ყდემამოსილ გოგოებს მრუშები მირჩევნია. ისეთები შეგხვდება მათში, რომ პა. ისეთები შეგხვდებიან, რომ დაბადების დღეს დაგაწყევლინებენ. შენიშნა ადეიშვილმა. გაფანჩულ წარბებზე ქუდი ჩამოიფხატა, კეფა მოიქექა, გაიღიმა და გიშერივით შავი თვალები მიაპყრო მიხას. გლების თუ გეშინია ტყეში ნუ წახვალო, ხომ გაგიგონია რუსული ანდაზა? კორნელი, გინდა ცირკში წავიდეთ? ცირკის ქალებს გაგაცნობ, ნახე როგორია. ფული შევაგროვოთ და მათთან ერთად ვივახშმოთ, წამოდი. არ ეშვებოდა მიხა კორნელის. ქუთაისის ცირკი რასანახავია? ბაღში გავისეირნოთ, ისაშჯობია, მერმე თუ გინდა ვივახშმოთ. თავი გაანებე ბაღს. ქუთაისის ბულვარში რა ხრია? ჯგუფ-ჯგუფად დადიან ბიჭები გოგონებთან და ნახუგანის აღებასაც ვერ ბედავენ. მართლაც ქუთაისის ახალგაზრდობა ბაღის ირგვლივ ტროტუარს უფრო ეტანებოდა. ერთმანეთში ირეოდა, ხმამაღლა ლაპარაკობდა, ყვიროდა, იცინოდა და ისე ხმაურობდა, თითქო ბაღის კაო. ფუტკარი შიგ ვერ ეტევა, ათასობით გამოსულა, სკას გარს დახვევია და გუგუნებსო. დაღამდა. ხოლოდ ქალაქის ბოლოს მოსჩანდა ალისფერიცა, მასზე ახატული გაბაშვილის გორა და გორიდან აღმართული ცაცხვების კენწეროები. სანათურებმა აქა-იქ იწყეს ბჟუტვა. სიბნელეში მოსეირნე ბიჭები ახლა
დაურიდებლად გადადიოდნენ შეტევაზე და აქ-იქ გაისმოდა გათამამებული ბიჭების მიერ შეწუხებული გოგონების კივილი, კისკისი და გინება. თეთრი ხიდიდან კორნელიმ ერთხელ კიდევ გადახედა ადრე ჩაძინებულ ბნელ ქუჩებს და თაში ჩაბურდულ პატარა ქალაქს. შორს ძაღლის ყეფა მოისმა, ისე როგორც სოფელში. თეთრი ხიდის ახლოს სახელდახელოდ შეფიცრულ ცირკის კარებზე ასხმული ელექტრონის ლამპები და სასულე ორკესტრის ხმა სრულიად არ ეხმიანებოდა სიბნელეში ჩაძინებულ პროვინციულ პატარა ქალაქს. კორნელი უგუნებოდ შევიდა ცირკში. კარებში კაპიტანი ხიდაშელი შეეფეთა. კორნელი და მისი ამხანაგები მიესალმნენ. კორნელიმ თვალი გაუსწორა ჯმუხ, შავგვრემან, დაბალ და ულამაზო კაცს. ხიდაშელს უბრალოდ ეცვა, ოფიცრის ეპოლეტები რომ არ ჰქონოდა და წმინდა გიორგის ორდენი არ ჰკიდებოდა, ჯარისკაცი გეგონებოდათ. შედით, პირველი განყოფილება არაა საინტერესო. მე მოვალ ჭიდაობაზე. დღეს მედელაური და ახალგაზრდა სპორტსმენი მოწაფე ქვარიანი ჭიდაობენ. განთქმული მოჭიდავე ჯოე მორა ქვარიანზე დიდი მედებს ამყარებს. მართლაც იმ ჭაბუკისაგან იშვიათი მოჭიდავე დადგება. უკეთესი აღნაგობა, ძალა და სიმარდე მე არ მინახავს. დაიწყო ახტაცებით მიხამ. რა უყოთ მერე შენ რომ არ გინახავს? შენიშნა ხიდაშელმა და მხარზე ხელი დაარტყა და წავიდა. კორნელიმ თვალი გააყოლა და გაუკვირდა რომ კარისმერეთისა და ახლომახლო სოფლების გლეხთა მწამებელს ჯალათს ასე მშვიდად და უშფოთველად ეჭირა თავი. არამზადა, გაიფიქრა მან. ცირკში ცოტა ხალხი იყო. ჯარისკაცები და მოწაფეები სჭარბობდნენ. კანდარაზე მდგომნი ჩვეულებისამებრ სიცილით, ყვირილით და სტვენით ამჟღავნებდნენ თავიანთ ახტაცებას ცირკის მსახიობისადმი. გაფაციცებით შესქეროდნენ გაჭიმულ მავთულზე ქოლგით მოსეირნე ახალგაზრდა ქალს, რომელსაც წელსქვევით ტანზე შემოჭირებული ხორცისფერი ტრიკო ეცვა და შიშველს ჰგავდა. მავთულზე მოსეირნე ქალს სავსებით მოეჯადოებია მაყურებელი, რომელთა განწყობილება უმალვე გადაედო მიხას და მის ამხანაგებსაც. ქალი ოსტატურად არ ხევდა ქოლგას, წონასწორობას იცავდა, იცინოდა და ტუჩზე ხელის მიდებით უგზავნიდა კოცნას ხალხს. ხანაც საჯდომით დაეცემოდა მავთულზე, ჰოპლაო! დაიძახებდა, ჰაერში შეხტებოდა და ისევ დადგებოდა მავთულზე ფეხის ტერფებით. ქალი მავთულის ბოლოს ჩერდებოდა დრო გამოშვებით, მერმე ისევ გაირბენდა. მიხამ, კოწომ და ახალგაზრდებმა ტაშის ცემით აიკლეს ცირკი. მათ სხვებიც აიყოლიეს და ასეთი გამარჯვება და მოწონება გულზე ეფინებოდა მოვარჯიშე ქალსა და ცირკის ფეხმოტეხილ და კოჭლ დირექტორს. მავთულზე მოვარჯიშე ქალი მიწაზე ჩამოხტა. წინარიგებისაკენ გასწია. მიხას მოეჩვენა ჩემკენ მორბისო, უფრო მაგრად დასცხო ტაში. აი ახალგაზრდა ქალმა ალერსით გაუცინა, მადლობა გადაუხადა და რევერანსი გააკეთა. რამდენჯერმე გამოიძახეს ქალი და იგი ყოველთვის მიხასაკენ გამოიქცეოდა. ბრჭყვიალა თვალებით მორთულ კოკობზიკა და მოკლე კაბას ასწევდა. ნაზად გაიცინებდა, რევერანს გააკეთებდა, შეკოპწიალდებოდა და ისევ გაიქცეოდა არენიდან. ცირკში მოთამაშე ქალის ამ გაცვეთილმა და გაზეპირებულმა სიკეკლუცემ სავსებით მოაჯადოვა მიხო და კოწო. ამას თუ წამოიყვან, ვახშმად გპატიჟებთ. დაიძახა კოწომ. მიხასაც ეს უნდოდა, აღარ დაუცადა ღერძზე მოვარჯიშე ქალების გამოსვლას.
არ ზვანო მედელაურისა და ქვარიანის ჭიდაობას. უკანა შესასვლელით საპირფარეშოში წაიყვანა კოწო და მავთულზე მოვარჯიშე ქალი და მისი მეგობარი გააცნო. ძვირად დაუჯდა კორნელის ვახშამი და სააგარაკო წასულ კოწო აბდეიშვილის მშობლების ბინაზე ცირკის ქალებთან გატარებული ღამე. სამგზავროთ და თბილისში სახარჯოთ დედის მიერ მიცემული ფული გაუნახევრდა. ნამთვრალევი ყმაწვილები მხოლოდ შვადღისას ადგნენ. რიონში იბანავეს, მიუხედავად იმისა, რომ ამინდი გამოცვლილიყო, მოღრუბლულიყო, ცივი ქარი უბერავდა და ოდნავ ჟინჟლავდა, კორნელი მაინც დიდხანს იბანავა. გაცივდა და ესპანურა შეეყარა. მესამე დღეს თავის საშინელი ტკივილი, წელისა და სახსრების მტვრევა დასჩემდა. სტეფანეს ცოლმა კატომ სიცხე გაუზომა. სიცხე 40 გრადუსამდე ასულიყო და რძალმა ძალით დააწვინა მაზლი. სადილობის დროს, როცა სტეფანე გიმნაზიიდან მობრუნდა, კორნელის აბოდებდა. შუბლზე ცივი ტილოედო, ბნელ ოთახში მწოლიარე თავის ძმა რომ ამ დღეში დაუხვდა, სტეფანემ მაშინვე ექიმს გამოუძახა. როდიონ ხათრიძემ ყურადღებით გასინჯა ავადმყოფი და ანთების წინააღმდეგ წინასწარი ზომების მიღების მიზნით კოტოშების მოკიდება არჩია და წამლები გამოუწერა. შავსათვალებიანი, შავგრემანი, გაპარსული და ჩასუქებული კაცი სტეფანეს მაგიდაზე სწერდა რეცეპტს. შუბლი შეკრული ჰქონდა. სტეფანე თვალს არ აშორებდა. შეშინებული სახით იჯდა მის წინ და მაგიდაზე დაწყობილ თეთრ და ფუნჩულა ხელის თითებს იმტვრევდა. როდიონ, როგორი მდგომარეობაა? მაგას რომ რაიმე დაემართოს, დედაჩემი აქედან გადამასახლებს. ქუთაისში გამოგიგზავნე და თვალი ვერ ადევნეო მეტყვის. ესეც რომ არ იყოს, განაგრძო კატომ, კორნელი უმცროსი შვილია. დედას გაგიჟებით უყვარს და არ ვიცი რა მოუვა. ჯერ არაფერი მაგის მსგავსი საშიშროება არ მოგველის. თუმცა დასძინა ექიმმა, ფილტვები არც ისე საღი აქვს. წყეულ ესპანურას თუ თავშივე არ წაავლე ხელი, იგი სწორედ იმ ორგანოს დააწვება, რომელიც ყველაზე სუსტია ჩვენს ორგანიზმში. რათ უნდა ჰქონდეს მოვარჯიშე კაცს სუსტი ფილტვები, გაუკვირდა სტეფანეს. ნუ გიკვირს სტეფანე, შენიშნა ცოლმა ქმარს, შენი ძმა საცოდავი შალვა ხომ ჭლექით გარდაიცვალა. გასაკვირი არაფერია, ჩაერია ცოლქმრის ლაპარაკში ექიმი. იმერეთის მოსახლეობის 80% მალარიითა და ჭლექით არის დაავადებული. უი, ფილტვების ანთება არ აღმოაჩნდეს, სუხდა საამო სახის მქონე კატო. ნუ გეშინიათ, ვფიქრობ ყველაფერი კარგად მოგვარდება. ესპანურა ვის არ შეჰყრია, დაანუგეშა ექიმმა ცოლქმარი. კორნელის მხოლოდ მე-9 დღეს დაუვარდა სიცხე, მაგრამ ოდნავ მომატებული სიცხე კი 21 დღემდე ვერ გამოუდენა ტანიდან ექიმმა. კორნელი ოფრში სცურავდა და კატო ვერ უთავდებოდა საცვლებისა და ზეწრის ცვლას. ბოლოს სიცხეც გამოუნელდა. მაგრამ წვერმოშვებული და ჩონჩხივით ჩამომხმარი კორნელი მართლაც ჭლექიანს დაემსგავსა და ექიმმა როდიონ მახათაძემ აგარაკის ნაცვლად სამშობლო სოფელში, კარისმერეთში ურჩია დასვენება. რთველის იქ გატარება და ყურძნის ბლომად ჭამა. ექიმის აზრით ყველა აგარაკზე უკეთ ის ადგილი და იმ ადგილის ჰაერი მოუხდება კაცს, სადაც დაბადებულა, ბავშვობა და ყრმობა გაუტარებიაო. სოფელში წასვლის წინ კორნელიმ ექიმთა კომისია გაიარა. განცვიფრებული ექიმები
მის კამგადაკრულ ჩონჩხს მისჩერებოდნენ. როდიონმა გააფრთხილა. რუსეთში წასვლაზე ნურც იფიქრებ, ძამია. კომისიამ კორნელი სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად სცნო. საექიმო კომისია ოლდენბურგის ქუჩაზე იყო მოთავსებული, რეალური სასწავლებლის ახლოს. როცა კორნელი ქუჩაში გამოვიდა, ბიცოლა ბაბო შეეყარა. უკან მოურავი ბეგლარ სანიკიძე მოჰყვებოდა. ბეგლარს მწვანე ბაზარში ნაყიდი სურსათით და სანოვაგით დატვირთული კალათები ეკავა ხელში. კორნელის დანახვაზე ბაბო თავზარდაცემული შეჩერდა. შიშისაგან გაფითრებული თვალებით მიაშტერდა კორნელის. უმალ ვერ იცნო. დედა, შვილო, კორნელი, ეს შენა ხარ? რა მოგივიდა? დაიძახა ბოლოს ბაბომ და კორნელის მოეხვია. ასე გამათავა კაცი ესპანურამ, მიუგო კორნელიმ და მერმე ბეგლარს ხელი ჩამოართვა. აქ რასაკეთებ? კითხა ბაბომ. ჯარიდან თავი გავინთავისუფლე, მიუგო კორნელიმ და მეგობრები მიხა მაჭავარიანი და კოწო ადეიშვილი გააცნო. ბაბომ ეშხიანი და ბრიალა თვალები მიაპყრო მათ. ჟაკეტი გაისწორა. ორსულობის გამო მუცელი დასტყობოდა. კორნელიმ თვალით ანიშნა. ეს რა ამბავიაო? ბაბომ ისეთი ომახიანი ხმით გაიცინა, რომ თბილისის ქუჩა თავით ბოლომდე ხარხარით აავსო. ბეჭდებით შემკული ხელი მუცელზე გადაისვა და კორნელის უთხრა. ჩემო კორნელი, უშვილოდ და უძიროდ აღარ გადავა ბიძაშენი. ცა გაგვეხსნა და ღმერთმა შვილი გაგვიჩინა. ბეგლარმა თავი ჩაჰკიდა. ბაბომ ჭლექიანივით ჩამომხმარ კორნელის შეხედა და უთხრა. წამოდი ბიჭო ჩვენსა ზედაზენში. ისე გაგხდი და გაგასუქებ, რომ ტერეზამაც ვეღარ გიცნოს. ეს შენი მეგობრებიც წამოიყვანე. ოტია მარტოა და გაეხარდება. დახპატიჟა მოურავმაც. ბაბომ დოინჯი შემოიდგა და ისევ შეეხვეწა კორნელის. უთუოდ წამოდი მეგობრები თურთ. ბაბომ მიხა მაჭავარიანს და კოწო ადეიშვილს შეხედა. მიხას თვალი გაუსწორა, გაუცინა და ბროლივით თეთრი კბილები გამოაჩინა. მას არ შეეძლო მშვიდად ეცქირა მამაკაცისათვის. სახეზე მაშინვე მაცდური ღიმილი გადაურბენდა და თვალებიც ეშმაკურად აუცილცილდებოდნენ. ეს პატრონმკვდარი ორსულადაა. კეკლუცობას და არშიყობას კი მაინც არ იშლის. გაიფიქრა ბეგლარმა. ჩვენ ვერ წამოვალთ ქალბატონო, არ გვცალია. კორნელი რომ დაგიჯერებდეთ და წამოვიდოდეს ზედაზენში, მართლაც კარგს იზამს. უთხრა მიხამ ბაბოს. არა ბატონო, თქვენც გვეწვიეთ. მართალია გლეხებმა აგვაწიოკეს. მოთხრა და აოხრება მოგვინდომეს, მაგრამ ახლა ღვთის მოწყალებით ისევ კარგად ვართ. ბაბომ ცბიერად გაიღიმა და კორნელის კითხა. ბოლშევიკები ხომ არ არიან ეს შენი მეგობრები, ბიჭო? არა, ქალბატონო, ჩვენ ბოლშევიკები არა ვართ. ისე ჩვენი ზარბაზნები იყო, რომ გრიალებდნენ ზედაზენში, მიუგო მიხამ. ხოდა მით უფრო უნდა გვეწვიოთ. მიელაკუცა მელასავით მოურავი. ღმერთმა დასწყევლოს იმ ყაჩაღების თავი და ტანი. უთხრა ბაბომ კორნელის. გლეხები რომ თავზე დაგვესხნენ, იმ ღამის მერე სულ უქეიფოდა ოტია. ლოგინად ჩავარდა ის ცოდვით სავსე. დიდი შიში ჭამა გენაცვალე. რუმბივით გაუსივდა ფეხები. ახლა ცოტა დაუცხრა სიმსივნე. ოშოშია ვერ ვიშოვეთ ზედაზენში. ტერეზას ჭირიმე იმან გამომიგზავნა კარისმერეთიდან ბეგლარის ხელით. ოშოშია რადგინდოდათ? კითხა კორნელიმ.
მოთუშულ ოშოშიას ვადებდი ფეხზე და იმან დაუცխრო სიმსივნე. შენ გეცინება კორნელი, მაგრამ ხშირად სოფლის წამალი უფრო რგებს, ავადმყოფს. ოშოშია კი არა წყალტუბოში წაიყვანეთ, ურჩია კორნელიმ. წყალტუბო, ზეკარი და არც კისლავოცკი მიჰკლებია, მაგრამ არც ერთმა არ არგო. უზომოდ ღვინისმა და ქალების დევნა რომ ამ დღეში ჩააგდებს იმ ოჯახაშენებულ ბიძაშენს, უნდა სცოდნოდა, მაინც არ იშლის თავისას. ჩაერია ლაპარაკში მოურავი და ეშმაკურად გაიღიმა. ცოლის ძმას, დათას ტიტველი ქალების სურათები და პანორამას თხოვა. ჩოხა მოსხმულ, ფართო ხანჯლიან მოურავს, ღვინის სმისაგან გალურჯებული ცხვირი, შესივებული თვალის უპეები, აჯამეთის ტყის კატასავით ანთებული თვალები ჰქონდა. როცა ბაბო და ბეგლარი წავიდნენ, მიხა მაჭავარიანი კორნელის გაეხუმრა. რა დიდებული ბიცოლა ყოლია შესახედაღლო. რაღა დიდებული, ქმარს ღალატობს და მოურავთან ცხოვრობს, გაიფიქრა კორნელი. კორნელი კარისმერეთში ჩავიდა და რთველი გაატარა. დედა თავგამოდებით ყვებავდა რძით, კვერცხითა და მწიფე ყურძენით. ერთ თვეში ისე გაასუქა, რომ ტანისამოსში აღარ ეტეოდა. ულვაშები დაიმშვენა, დასრულდა და დავაშკაცდა. დურგალს, იულოს, დომენტი ხვედელიძეს და აგოიაშველოდა მუშაობაში, ჭირნახულის მოწევასა და ყურძნის წურვაში. დომენტი ტერეზასაგან მიღებულ საეზოვე ადგილში ხის პატარა სახლის მშენებლობას უნდა შესდგომოდა და ამიტომ აგოიას კორნელისთან ერთად ქალაქში წასვლაზე ვარი უთხრა. ნოემბერიც დადგა. ციუმა ქვენაქარმა დაუბერა და ხეზე შერჩენილი გამხმარი ფოთოლი ჩამოჰყარა. მუხისა და ჭადრის გახევებულ, მოკრუნჩხულ და კიბორჩხალასავით ფეხებზე შემდგარ ფოთლებს უმოწყალოდ მიერეკებოდა მინდორსა და შარაგზაზე. ქარი მძვინვარებდა და ტყიდან უზარმაზარი მუხების გუგუნი. დომენტი ხვედელიძის პატარა სახლის სახურავზე დაცუცქული დურგლის, იულოს ჩაქუჩის კაკუნის ხმა მიჰქონდა. კვირა დღე იყო. თბილისში წასასვლელად გამზადებულ შვილს დედამ ადრე გაუშალა სუფრა. სუფრაზე დომენტისა და იულოს გარდა ჯაჯანა და ლუკაია მანჯავიძეებიც ისხდნენ. ტერეზას ყანის მოზიარე გლეხებმა თამადად აუჩქარებელი ნიჯი და ჯმუხი დომენტი ხვედელიძე აირჩიეს. ტერეზა შვილს აჩქარებდა, სადგურზე არ დაგაგვიანდეს. შეზარხოშებულმა ხალხმა დიდი სამბით გააცილა იგი რკინიგზის სადგურისაკენ. როდესაც კორნელი მანჯავიძის ეზოს მიუახლოვდა, ქეთუამ ქარვისფერი ყურძნის, ცოლიკაურის აკიდოები გამოურბენინა. საცოლესავით მიცინისო, გაიფიქრა კორნელიმ. მადლობა გადაუხადა და უთხრა. გმადლობ ქეთუა, გაზაფხულზე ისევ ჩამოვალ სოფელში, ისევ გინახულებ. მაშინ აი იმ ცაცხვის ქვეშ გამართულ ჯარში ვიცეკვებ შენთან ერთად დაირაზე. ლოყაწითელა გაოცებულმა გოგომ გაუცინა. ნუ ასულელებ, უთხრა ჩუმად ტერეზამ შვილს, მაგრამ კორნელიმ ქეთუას კვლავ უცნაურად უთხრა. ეს შემოდგომაც გაივლის. სუსხიანი ქარბუქი და ქარიშხალი წააქცევს მუხებს აჯამეთის ტყეში. თაული დაფარავს დედამიწას და შენც ვეღარ გნახავს ჩემი თვალები. ჭინკები მოგიტაცებენ, მაგრამ მოვა გაზაფხული, კვლავ გიპოვის დედაშენი და ის შეინახავს ჩემთვის შენს თავს, როგორც დემეტრე კორას. ახლა ქეთუამ და ყველამ გაიცინეს.
ნეტავი შენ შვილო, ასე რომ მოხუნჯობ და თავს იქცევ, თავს გაუფრთხილდი. გზაზე არაფერი მოიწიო, უთხრა ტერეზამ კორნელის, გადაეხვია, ჩაკოცნა და გამოემშვიდობა. კორნელი ხაბარდულაზე შეჯდა და რკინიგზის სადგურისაკენ გასწია, უკან აგოია დაედევნა.